ნელსონის გული უკონტროლოდ ძგერდა, როცა ზვავის მძლავრმა ხმამ შიშის ტალღა გაუშვა მის ხელში. ხოლო თხილამურებით გაქცევის იმედად, ნელსონმა ყველაფერი სცადა, რომ თავი დაეღწია თოვლის ტალღისთვის, რომელიც ყოველ წამს უფრო და უფრო უახლოვდებოდა. შემდეგ, მოულოდნელად, ნელსონი გაქრა თავისი პარტნიორის თვალთახედვიდან და თეთრი ზღვის შუაგულში გაუჩინარდა მანასლუს დიდებული მწვერვალების თავზე. მისი ხმა შიშისგან კანკალებდა. ჯიმ მორისონმა ცხოვრების პარტნიორს დაუძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. მან სასოწარკვეთილი დაიწყო ძებნა იმ ციცაბო ფერდობზე, სადაც ის გაუჩინარდა, მაგრამ მისი კვალი ვერ იპოვა. როგორ შეემთხვა ასეთი შემზარავი შემთხვევა ქალს, რომელსაც ამდენი გამოცდილება და მომზადება ჰქონდა მსგავს მწვერვალებზე? და რა მოვლენებმა გამოიწვია ნელსონის შემზარავი გაუჩინარება? სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე ასვრიდან თვალის დახამხამებაში გაუჩინარებამდე. დღეს მე გიამბობთ ჰილარი ნელსონის გულიამაჩუყებელ ისტორიას. მოგესალმებით ექსტრიმში. ჰილარი ნელსონი დაიბადა 1972 წლის 13 დეკემბერს სიეტლში, სადაც მან თხილამურებით სრიალი სანთლიდან დაიწყო. სპორტისადმი სწრაფად განვითარებული სიყვარულით, მან ეს მოტივაციად გამოიყენა, რათა გაევლო გზა და გამხდარიყო თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავანტიურისტი. ნელსონმა რამდენიმე წელი კოლორადოს კოლეჯში, კოლორადო სპრინგში ისწავლა, სანამ შეერთებულ შტატებში ცხოვრებას დატოვებდა და საფრანგეთში გადავიდოდა თავისი გატაცების მისაღებლად. იქ მან 5 ცივი ზამთარი გაატარა შამონის მახლობლად, თოვლით დაფარულ მთებში, სადაც თავისი სათხილამურო და მთამსვლელობის უნარები დახვეწა. სახლიდან შორს გატარებულმა ამ პერიოდმა საოცარი შედეგები გამოიღო დამწყები მოთხილამურისთვის და 1996 წლისთვის ის გახდა ევროპის ქალთა ექსტრემალური თხილამურობის ჩემპიონი. რამდენიმე ხნის შემდეგ ნელსონმა გადაწყვიტა გადაენაცვლა მთამსვლელობის გაბედულ სამყაროში. მალე მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა, თავისი დაშვებებით მსოფლიოს ყველაზე რთულ რელიეფებზე. 1999 წლისთვის ნელსონმა მიიღო მომგებიანი სპონსორობის ხელშეკრულება მსოფლიოში ცნობილ ბრენდთან, The North Face-თან. ამან მრავალი კარი გაუხსნა ავანტიურისტს და ის გააცნეს რამდენიმე კომპანიას, რომლებიც დააფინანსებდნენ მის ცნობილ ექსპედიციებში მონაწილეობას. მისი უნარი, დაეკავშირებინა თხილამურებით სრიალი და მთაზე ცოცვა, გამოარჩევდა მას სხვა ავანტიურისტებისგან. ის ხშირად თხილამურებით ეშვებოდა მსოფლიოს ყველაზე რთული მწვერვალებიდან. ის მალე რეკორდების დამყარებას შეუდგა და გახდა პირველი ქალი, რომელმაც წარმატებით ჩამოეშვა დენალის, კოიუსა და მაკალულა კულუარის მწვერვალებიდან თავის სანდო თხილამურებზე. თუმცა მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მიღწევა 2012 წლის მაისში მოხდა, როდესაც ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც 24 საათში წარმატებით დალაშქრა ევერესტი და ლხოცე. მაგრამ ის ამით არ გაჩერებულა. შემდეგ წლებში ნელსონმა რეკორდების დამყარება გააგრძელა და 2017 წელს ინდოეთში პაპსურას მთიდან თხილამურებით პირველი სრული დაშვება შეასრულა. შემდეგ კი იგივე გააკეთა დრეიმლაინის მარშრუტზე, რომელიც ნეპალში, ლჰოცეს მთაზე მდებარე ციცაბო და დაფარული თხილამურების დაშვების მარშრუტია 2018 წელს. მაგრამ 2022 წელს მისი თავგადასავლების მოყვარული სული 50 წლის ასაკშიც კვლავ ნეპალში მიიზიდა, სადაც მას თავისი ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა ელოდა. მისი პარტნიორის ჯიმ მორისონის თანხლებით წყვილმა დაგეგმა თხილამურებით დაშვება მანასლუს ნამდვილი მწვერვალიდან, რომელიც ზღვის დონიდან 26,791 ფუტის სიმაღლეზეა. სამხრეთ აზიაში მდებარე ნეპალი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი და ამაღელვებელი სამთო და სალაშქრო შესაძლებლობებით. ნეპალი ყველა მთამსვლელის ოცნებაა. ყოველ თვე ათასობით ტურისტი მიემგზავრება ამ ქვეყანაში იმ იმედით, რომ დაიპყრობს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მარშრუტებს, მათ შორის ევერესტის საბაზისო ბანაკის ლაშქრობას, ანაპურნას წრეს და მანასლუს წრეს. ნელსონისა და მისი პარტნიორისთვის გული მანასლუსკენ მიუწევდათ. უნიკალური მთა, რომელიც მანსირის ჰაიმალის ქედშია მოქცეული, ნეპალის ჰიმალაის ნაწილია. მანასლუ მსოფლიოში მერვე ყველაზე მაღალი მთაა და ცნობილია თავისი რთული რელიეფით, დაფარული ნაპრალებითა და არაპროგნოზირებადი ამინდის პირობებით. მისი სახელი სანსკრიტზე ნიშნავს სულის მთას. მაგრამ საერთაშორისო თავგადასავლების მოყვარულთა საზოგადოებაში მანასლუს კიდევ უფრო ბნელი სახელი აქვს, მკვლელი მთა. ამ ქაოსურ ამბავში პატარა გადახვევა. თუ გინდა მეტი ნამდვილი, დაუმუშავებელი ისტორია, რომელსაც აქ ვერ გაჩვენებთ, შემოგვიერთდი ექსტრიმზე Patreon-ში. გნახავთ ნამდვილი ექსტრიმზე. სახელი მკვლელი მთა მოდის მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლიდან, რადგან ამ რთული მწვერვალის დაპყრობის მცდელობისას 90-მდე ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე. ისინი, ვინც გაბედავენ ცდას, შეიძლება შეხვდნენ მოულოდნელ და მკაცრ ამინდს, რომელიც თითქმის მყისიერად შეიძლება გაჩნდეს და უამრავ საფრთხეს, მათ შორის ზვავებს, მოუტანს.
ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ევერესტზე ასვლა უფრო რთული არ არის, ბევრი მთამსვლელი თვლის, რომ ამ მწვერვალზე ასვლა უფრო რთულია, რადგან უბედურება მათ ყოველ ნაბიჯზე ელოდებათ. მიუხედავად მისი გამოცდილებისა და რეპუტაციისა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ცოცხალი მთამსვლელისა, ნელსონმა დეტალურად დაგეგმა როგორც მწვერვალზე ასვლა, ასევე დაშვება ამ მთიდან. მთიდან დაშვება თხილამურებით ბევრად უფრო რთულად ითვლება, ვიდრე ტრადიციული ლაშქრობა ან ჩვეულებრივი თხილამურებით სრიალი ბრტყელ ზედაპირზე. ამასთან ახლავს დაცემისა და ტრაუმის მიღების გაზრდილი რისკი. ეს ფიზიკურად უფრო დამღლელია და ერთი ხშირად უგულებელყოფილი რისკი ცნობილია როგორც მწვერვალის ცხელება, როდესაც ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებს აჭარბებენ და საფრთხეში ვარდებიან. მიუხედავად ამისა, ნელსონი ყოველთვის კარგად აცნობიერებდა ყველა იმ საფრთხეს, რომელსაც ყოველჯერზე მწვერვალიდან გასვლისას აწყდებოდა და მზად იყო მშვიდად მიეღო ისინი. 2022 წლის შემოდგომისთვის ის და მორისონი ნეპალში ჩავიდნენ, რათა დაწყებულიყვნენ ცუდად სახელგანთქმული მანასლუს დაპყრობას. მათ მთაზე შანგრილა ნეპალ ტრეკის გიდები წაიყვანდნენ, ალპინისტური კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ჯგუფების მანასლუს მწვერვალზე აყვანაში. კაცრი ზამთრის პერიოდის თავიდან აცილებით, მათი ექსპედიცია ისე დაიწყო, როგორც სხვა ექსპედიციების უმეტესობა. ისინი წარმატებით მივიდნენ საბაზო ბანაკში და სექტემბრის შუაში აქ გარკვეულ დროს გაატარებდნენ, რათა სწორად შეგუებოდნენ ახალ გარემოს, რომელშიც აღმოჩნდნენ. ეს ადაპტაცია, როგორც წესი, რამდენიმე მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებას მოიცავს, როგორიცაა სუნთქვის რეჟიმის შეცვლა და ერითროციტების წარმოების გაზრდა. ორივე მიზნად ისახავს ორგანიზმის დახმარებას დაბალი ჟანგბადის პირობებში ფუნქციონირებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნელსონებისთვის ჩვეულებრივი იყო, ის არევოდა მთაზე განსაკუთრებით რთულ ამინდს. საბაზო ბანაკიდან გუნდი კიდევ 4 ბანაკში ავიდოდა, სანამ საბოლოოდ მწვერვალს მიაღწევდა. ბანაკებს შორის გადასვლა თითოეულს დაახლოებით 1 დღე სჭირდებოდა, რადგან ისინი განსხვავდებოდნენ როგორც რელიეფის სირთულით, ასევე მანძილით. ექსპედიციის დიდი ნაწილის განმავლობაში მათ მუდმივი თოვლი ხდებოდათ, რაც წლის ამ დროისთვის უჩვეულო იყო. როდესაც ისინი საბაზო ბანაკში შეგუებას აგრძელებდნენ, ამინდი დიდად არ გაუმჯობესდა და თოვლი კვლავაც მოდიოდა. იმდენად, რომ სხვა ექსპედიციებმა გადაწყვიტეს უკან დაბრუნება. მაგრამ ნელსონი და მორისონი ცუდი ამინდით დიდად არ შეშინებულან და გადაწყვიტეს გზა გაეგრძელებინათ. სექტემბრის ბოლოსთვის მანასლუზე უკვე 15 დღე უწყვეტად თოვდა. მთაზე იმ დროს მყოფი მრავალი თვითმხილველი ამტკიცებდა, რომ თოვლი სიკვდილის ზონის მახლობლად 4-დან 5 ფუტამდე სიღრმის იყო. ეს ტერმინი აღნიშნავს მთის იმ სიმაღლეებს, სადაც ჟანგბადის წნევა იმდენად დაბალია, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივად შენარჩუნება შეუძლებელია. მდგომარეობა სექტემბრის ბოლოსთვის არ გაუმჯობესებულა, მაგრამ ნელსონმა და მორისონმა ჩამოაჩათვალეს, რომ მათი მოგზაურობის გაგრძელება საკმარისად უსაფრთხო იყო. შეიძლება მათაც კი ეგონათ, რომ რაც უფრო მეტად თოვდა, მით უკეთესი იქნებოდა თხილამურებით სრიალის გამოცდილება. იმიტომ რომ მწვერვალზე ასვლის ფანჯარა ამ სეზონზე რამდენიმე დღეზე ნაკლები იყო, წყვილმა და მათმა გუნდმა გადაწყვიტეს ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ჩაეტარებინათ მანასლუს მწვერვალზე ასასვლელად. რამდენიმე ბანაკში Wi-Fi იყო, ამიტომ ნელსონმა თავის მიმდევრებს ინფორმაცია მიაწოდა სოციალური ქსელის პოსტით, რომელიც სექტემბრის ბოლოს გააზიარა. მან გამოცდილებაზე ისაუბრა და დაწერა: ზურგი მოხრილი და თავი დახრილი, მანასლუზე ისეთი მტკიცე ნაბიჯით არ მივდიოდი, როგორც წინა თავგადასავლებში ჰიმალაის თხელ ატმოსფეროში. ბოლო კვირებმა ჩემი გამძლეობა ახალი გზებით გამოსცადა. მან გაამხილა, რომ მისმა გუნდმა ადრეს სცადა ბანაკი 3-დან ბანაკი 4-ში ასვა, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ეს ძალიან საშიში იყო და დაამატა. მთიდან სიმშვიდისა და შთაგონების პოვნა მიჭირს, როცა ის მუდმივად ნისლშია გახვეული. შემდეგ გუნდი იძულებული გახდა ბანაკი 3-დან თხილამურებით ჩამოსულიყო, რადგან პირობები კიდევ უფრო გაუარესდა. იცოდნენ, რომ მომდევნო დღეებში მთაზე დაბრუნებისას თხილამურების ტარება მთელი გზის განმავლობაში მოუწევდათ. ბოლოს, ამინდი იმდენად გაუმჯობესდა, რომ გუნდმა შეძლო ბანაკი 4-ში ასვლა და საბოლოოდ 26 სექტემბრის დილის საათებში, როცა ღამისცა ნახევარმთვარის ნათებით იყო განათებული, მათ დაიწყეს საბაზო ბანაკის უსაფრთხო ზონის დატოვება და მთაზე ასვლა. როდესაც ამინდი კვლავ ანცირებდა ალპინისტების მოტივაციას, ისინი ნელა, მაგრამ შეუპოვრად აგრძელებდნენ გზას და მაღალ მწვერვალზე ადიოდნენ. მწვერვალზე ასვლის საწყისი ეტაპები, როგორც წესი, მინიმალური აღჭურვილობითაც შესაძლებელია, მაგრამ როცა ისინი ნელ-ნელა მიიწევდნენ მანასლუს მწვერვალისკენ, იძულებულნი გახდებოდნენ, რომ მთელი თავიანთი მომზადება გამოეყენებინათ, რადგან ყოველ მეტრზე სიმაღლის მატებასთან ერთად გზა უფრო რთული და დამღლელი ხდებოდა. თოვლი და ჩვეულებრივზე ძლიერი ქარები კვლავ აწუხებდა ნელსონს და მთელ გუნდს. როგორც კი გარკვეულ ზღვარს გადააბიჯეს, რელიეფი მნიშვნელოვნად გართულდა და მათ იძულებულნი გახდნენ, რომ ციცაბო ფერდობებზე ასასვლელად დამაგრებული თოკები გამოეყენებინათ. როგორც კი ცრუ მწვერვალს გადააცილეს, ნელსონისთვის დასასრული უკვე თვალსაჩინო იყო და ისინი მანასლუს უმაღლეს წერტილამდე 70 მეტრზე ნაკლები მანძილით იყვნენ დაშორებულნი. თუმცა ჯერ კიდევ ერთი ბოლო ბარიერი უნდა გადაელახათ. მკვეთრი, ნამქერიანი თოვლის ქედი, რომელიც გუნდს რამდენიმე საფრთხეს უქმნიდა.
უსაფრთხოების უზრუნველ საყოფად ისინი კვლავ გამოიყენებდნენ დაფიქსირებულ თოკებს, რომლებიც ალპინისტებისთვის როგორც სიცოცხლის ხაზი, ასევე კიბის როლს ასრულებდა. და ბოლოს, შაბათს 2022 წლის 26 სექტემბერს დაახლოებით 10:42 საათზე ნელსონმა და მისმა პარტნიორმა მორისონმა წარმატებით დაიპყრეს მანასლუს მწვერვალი. სავარაუდოდ სიხარულის მომენტი დაეუფლათ წყვილს, როდესაც ისინი 26,700 ფუტის სიმაღლიდან ნეპალისკენ დაშვებას დაიწყეს. ისინი მცირე ხნით გაჩერდნენ და ყველაფერს აღიქვამდნენ. მაგრამ ამინდი მათ მხარეს არ იყო და იძულებულნი გახდნენ გზა გაეგრძელებინათ. ეხლა ნამდვილი გამოწვევის დრო იყო. მთიდან თხილამურებით ჩამოსვლა. ნელსონმა და მორისონმა სწრაფად გამოიცვალეს აღჭურვილობა და მწვერვალზე ასვლის შემდეგ მალევე უკან დაბრუნება დაიწყეს. მაგრამ სწორედ აქ იღებს ჩვენი ისტორია ტრაგიკულ მიმართულებას. თვითმხილველების, მათ შორის მათი ექსპედიციის ორგანიზატორის ჯაბონ გიმირიონის თქმით, მორისონი წინ მიუძღოდა მთიდან ჩამოსვლას, ხოლო ნელსონი მცირე მანძილით უკან მიხვებოდა. მათ დაგეგმეს, რომ სათავესთან მდებარე ქედს გარშემო ჩამოეშვებოდნენ თხილამურებით და შემდეგ დანარჩენ შერპების გუნდს შეუერთდებოდნენ. როდესაც მთიდან დაშვება დაიწყეს და მსუბუქად შეკრულ თოვლზე სრიალებდნენ, მათი სხეულები ალბათ ადრენალინის და სიხარულით აივსო. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მთიდან დაშვების დაცვებიდან სულ რამდენიმე წამში მათ საშინელი განსაცდელი ელოდათ, რომელიც ნელსონს სიცოცხლისთვის ბრძოლაში ჩააგდებდა. 10 წუთზე ნაკლებ დროში ის მორისონის თვალთახედვიდან გაქრა და მათი გაბედული თავგადასავალი დროსთან ბრძოლად ქცეულ სამაშველო მისიად გადაიქცა. ემოციური დატვირთვა, რომელიც მოულოდნელმა მოვლენებმა გამოიწვია, აშკარად იგრძნობოდა, როცა გუნდი წარმატებული მწვერვალის აღეს სიხარულიდან ნელსონის პოუნის სასტრაფო და რთულ ამოცანაზე გადავიდა. საგანგებო სამსახურები მაშინვე გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე და მათ ნელსონის კვალის ძებნა თოვლში დაიწყეს. გადარჩენის ოპერაციის სირთუნისა და დაშორებულ ადგილას სუსტი მობილური კავშირის გამო ინტერნეტში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. სამი თეორია გავრცელდა, რომლებიც ცდილობდნენ აეხსნათ, რა დაემართა ნელსონს მთაში. თავდაპირველად Himalayan Times-მა განაცხადა, რომ მთაზე მყოფი ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ნელსონი მანასლუს მწვერვალის ქვემოთ დაახლოებით 80 ფუტის სიღრმეზე ღრმა ნაპრალში ჩავარდა. თუმცა ჯაბონ გამირე, შანგრილა ნეპალ ტრეკის მმართველმა დირექტორმა ეს ინფორმაცია სწრაფად უარყო. გამირეს თქმით, რომელმაც ისაუბრა მთის საბაზო ბანაკში მყოფ პირებთან, ნელსონმა ერთი თხილამური დაკარგა, შემდეგ დიდი კლდიდან გადაიჩეხა და გაუჩინარდა. მაგრამ ინტერნეტში გაჩნდა მესამე თეორიაც, რომელიც ბრაზილიელმა ულტრამორბენალმა ფერნანდო მაჩიელმა გაავრცელა. ისიც მანასლუს იმავე დღეს ადიოდა, როგორც ნელსონი. მან განაცხადა, რომ მორისონთან ესაუბრა და ვარაუდობს, რომ ნელსონი მთის მწვერვალთან ახლოს მცირე ზვალმა წაიღო. ამ ისტორიას თავდაპირველად გუიმირეც უარყოფდა. თუმცა მალე ეს სიმართლე დააღიარეს. მოგვიანებით მორისონმა გაარკვია ის მოვლენები, რომლებიც მწვერვალზე მოხდა და გაიხსენა ეს შემზარავი შემთხვევა. ერთ მომენტში, როცა პარტნიორზე წინ მიეშურებოდა თხილამურებით, რამდენიმე მოსახვევის შემდეგ უკან მიიხედა, რომ ნელსონისთვის ედევნებინა თვალი და სწორედ მაშინ დატრიალდა ტრაგედია. როდესაც მთიდან ეშვებოდა, მის ფეხქვეშ რბილი თოვლი მოულოდნელად დაიშალა და წამებში თავი პატარა ზვავში ამოჰკო. ნელსონი ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და თავისი მომზადება გამოეყენებინა, რომ ფეხზე დარჩენილიყო, მაგრამ სწრაფად დაღვრილი თოვლის მასა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და თხილამურები ფეხქვეშ გამოაცალა. მოულოდნელად ის უკვე მთის ქვემოთ გორდებოდა. მორისონს მხოლოდ შიშით ყურება შეეძლო, როცა ზვავის ძალამ და მიზიდულობამ ერთად მისი პარტნიორი დაიპყრო. იმის გამო, რომ ცოტა წინ იყო, მან მოახერხა თოვლში მოხვედრის თავიდან აცილება. მანასლუს ამ ნაწილს ბუნებრივი შეფერხებები არ ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი სხეული და თხილამურები მალე თოვლის თხელფენაში დაიფარა. სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და საძიებო ოპერაციებში ვერტმფრენი გამოიყენეს. მორისონმა სასოწარკვეთილი მცდელობით სცადა მთის სამხრეთ მხარეს ჩამოსვლა, რათა თავისი პარტნიორი ეპოვა. როდესაც მან დაიწყო დაშვება თხილამურებით იმ ფერდობზე, სადაც ის გაუჩინარდა, რელიეფი სწრაფად გახდა სახიფათო, რადგან ბილიკი არ იყო, განსხვავებით იმ ხარისგან, რომლითაც მწვერვალზე ავიდნენ. საფრთხეების და ამინდის გაუარესების გამო მას მოუწია შეჩერებულიყო ძიება, სანამ სამაშველო ჯგუფები ადგილზე მივიდოდნენ. სამაშველო ჯგუფის ძიების მცდელობები კიდევ ერთმა დამანგრეველმა ზვალმა შეაფერხა, რომელიც მთაზე, სვის დონიდან თითქმის 23,000 ფუტის სიმაღლეზე მოხდა, რის შედეგადაც ერთი შერპა დაიღუპა და მრავალი მთამსველი დაშავდა. სუდი ხილვადობა და ამინდის გაუარესება თითქმის შეუძლებელს ხდიდა ნელსონის ძიებას, ხოლო მისი გადარჩენის შანსები ყოველ საათთან ერთად მცირდებოდა. როდესაც ღამე მთას გადაეფარა, სამზებრო სამაშველო ოპერაცია იძულებული გახდა შეჩერებულიყო განთიადამდე.
ამინდის გამო იძულებული გახდა თავისი პარტნიორი უკან დაეტოვებინა. მორისონმა უსაფრთხოდ დაასრიალა თხილამურებით საბაზო ბანაკში, ორშაბათს საღამოს იმ იმედით, რომ მისმა პარტნიორმა როგორმე გადაიტანა ვარდნა და თავშესაფარი იპოვა. მომდევნო დილით დაახლოებით დილის 7 საათზე მორისონი ვერტმფრენში ავიდა და მათ პიკის სამხრეთ ფერდობი მოიძიეს, იმ იმედით, რომ ნელსონის რაიმე კვალს მიაგნებდნენ. მაგრამ ისევ, ისინი ხელცარიელები დაბრუნდნენ. მოგვიანებით იმავე დღეს კიდევ ერთმა ვერტმფრენმა დააფიქსირა რამდენიმე ნივთი, რომლებიც ტანსაცმელსა და თუნდაც თხილამურებს გლავდა, ზღვის დონიდან დაახლოებით 21,000 ფუტის სიმაღლეზე. თუმცა კვლავ, მკაცრმა ამინდმა გაართულა მტკიცებულებების შემდგომი დათვალიერება და მათ კიდევ ერთხელ მოუწიათ უკან დახევა, სანამ პირობები არ გაუმჯობესდებოდა. მათ სასოწარკვეთი მცდელობებში, რომ მოეძებნათ უზარმაზარი მთა, მორისონსა და სამაშველო ჯგუფებს მრავალი შეფერხება შეხვდათ და გაუჭირდათ ოპერაციებისთვის საჭირო ფრენის ნებართვების მიღება მანასლუს დაცულ ტერიტორიაზე. საბოლოოდ, 28 სექტემბერს ამინდმა საშუალება მისცა ვერტმფრენს დაბრუნებულიყო იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე თხილამურები იყო ნანახი. მორისონი ორ შერპასთან ერთად ნელა მიუახლოვდა ადგილს. როდესაც ისინი უფრო ახლოს მივიდნენ, მორისონს მუცელში ავადმყოფური შეგრძნება დაეუფლა და შინაგანად მიხვდა, რომ შესაძლოა ყველაზე ცუდ სცენარს შეჯახებოდა, რომელსაც ალბათ თავს არიდებდა. შემდეგ მორისონს ისეთი სურათი დახვდა, რომელიც არც ერთ ადამიანს არ უნდა ენახოს. მანასლუს სამხრეთ ფერდობზე ნელსონის უსიცოცხლო ნეშტი ყინულში იყო ჩაფლული. გულგატეხილი და მწუხარებით მოცული მორისონი ცრემლებად დაიღვარა, როცა გარდაცვლილ პარტნიორს უყურებდა. ის, რასაც ისინი სამძებრო და სამაშველო ოპერაციად იმედოვნებდნენ, ახლა უკვე ნეშტის გადმადმოსვენების მისიად იქცა. მოგონებებისას იმ საშინელ შემთხვევაზე, მორისონმა გაამხილა, რომ იძულებული გახდა თავისი პარტნიორის ნეშტი თოვლიდან და ყინულიდან ამოეთხარა, რაზეც პატარა ჯგუფს თითქმის 2 საათი დასჭირდა. აქედან მათ ნელსონის სხედარი მთაზე ცოტა მაღლა გადაიტანეს, საიდანაც მისი ნეშტის კათმანდუში გადაყვანა შესაძლებელი გახდა ვერტმფრენით. სოციალურ ქსელში გულწრფელი პოსტით მორისონმა თავისი ცხოვრების პარტნიორს პატივი მიაგო. ბოლოს მან დაწერა: ჩემი დანაკარგი სიტყვებით ვერ გადმოცემ და ახლა მთელი ყურადღება მის შვილებსა და მათ მომავალ ნაბიჯებზე მაქვს გადატანილი. ეხლა მისი ენერგია ჩვენს საერთო სულებს გაუძღვება. შვიდობა იყოს ჩვენთან ყველას. იმ დღეებსა და კვირებში, რაც მის პარტნიორთან ტრაგიკული დანაკარგის შემდეგ გავიდა, მორისონს ალბათ უწევდა უმართავი დანაშაულის, სევდისა და გულის ტკივილის გრძნობებთან ბრძოლა. როდესაც ღამით ფხიზლად იწვა, კითხვები ალბათ ავსებდა მის გონებას. უნდა დაბრუნებულიყვნენ, როცა ამინდი გაუარესდა. შეძლო მეტი გაეკეთებინა ნელსონის გადასარჩენად. მაგრამ საბოლოოდ, ეხლა მას მოუხდა მისი ნაადრევი გარდაცვალების რეალობის მიღება, რომელმაც 2 ბავშვი დატოვა. ნელსონის მემკვიდრეობა ცოცხლობს იმ უამრავი თავგადასავლების მაძიებლის ცხოვრებაში, ვისთანაც მან წლების განმავლობაში გამოცდილება გაიხო. ემილი ჰარინგტონი, რომელმაც ნელსონი ევერესტის ექსპედიციაზე გაიცნო, იხსენებს, როგორ ჩამოყალიბდა მათ შორის მხისიერი კავშირი, რომელმაც მრავალი დასამახსოვრებელი გამოცდილება მოუტანა. მისი მეგობრის ქარიზმაზე საუბრისას, ჰარინგტონმა დაწერა: გეუბნებით, რომ ამ ტრაგედიის მიღმა ჰილარი იყო ძალა, რომელიც უნდა გვახსოვდეს. არა ამ უბედური შემთხვევისთვის, ან იმ რეალური მთებისთვის, რომლებზეც ავიდა და შემდეგ ოსტატურად ჩამოიშვა თხილამურებით. არამედ იმიტომ, რომ მან უშიშრად გაუკვალა გზა ქალებს ამ სფეროში, რომ ყოფილიყვნენ ის, რაც სურდათ. მან ინსტაგრამზე დაწერა: მან გზა გაკვალა და გადააჭარბა მოლოდინებს უნიკალური სინაზისა და სიმტკიცის შერწყმით, რაც მხოლოდ ნამდვილი ლიდერის თვისებაა. ამ ასლების საშინელი ბუნება და მათთან დაკავშირებული რისკები კიდევ უფრო გამოკვეთა მანასლუზე მომხდარმა კიდევ ერთმა დამანგრეველმა შემთხვევამ, რომელიც მისი ნაადრევი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. 2 ოქტომბერს კიდევ ერთი ზვავი ჩამოვარდა, რომელიც მთიდან ჩამოიწია და საბაზო ბანაკს დაატყდა. შემთხვევის ვიდეოები მართლაც შოკის მომგვრელია და ამის შემდეგ ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ჯილდო რისკად არ ღირდა. ბევრმა ექსპედიციამ გადაწყვიტა დაბრუნება, რაც 2022 წლის სეზონის მოულოდნელ და ნაადრევ დასრულებას გამოიწვია. ნელსონის მიღწევები სათხილამურო ალპინიზმში კვლავაც შთაგონების წყაროდ დარჩება მსოფლიოს მრავალი დამწყები სპორტსმენისთვის. მაგრამ თუ დავფიქრდებით, ის უბრალოდ ქალი იყო, რომელიც თავის ცხოვრების პარტნიორთან ერთად სასიამოვნო შვებულებაზე მიდიოდა. სურთ არხის მხარდაჭერა, შემოუერთდით ექსკლუზიური ბენეფიტებისთვის. მადლობა ყურებისთვის დისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. იყავით თამამი და იცხოვრეთ მამაცად.